ხელოვნურ ინტელექტს დავაწერინე ზამზას და მარტორქის გასაუბრება და მინდა რომ წაგიკითხო შენ ეს. კი ბატონო. ანუ გრეგორ ზამზა ელაპარაკება გრეგორ ზამზა ხვდება მარტორქას და ხელოვნურმა ინტელექტმა დაწერა კაფკას შემოქმედებისა და სტილისა და იონესკოს შემოქმედებისა სტილის გათვალისწინებით მათ შორის დიალოგი. ჩვენ ვართ ძალა, ჩვენ ვართ წესრიგი, ჩვენ ვართ გზა, გახდი ერთ-ერთი ჩვენგანი. შენ ძალიან სრიპინა და რბილი ხარ. ზამზა მე უკვე ვარ სხვანაირი. მე გავიღვიძე იმად, რაც მე არ ვარ. მე არ უყვარვარ არავის, ჩემი ეშინიათ და თქვენ როგორ გახდით თქვენინებით ასეთები? ჩვენ დავიღალეთ ვიყოთ სუსტები, ჩვენ გადავწყვიტეთ ვიძლოთ ძლიერები. მარტო ამბობს. კი, ჩვენ ავირჩიეთ რქა, ავირჩიეთ სწორი რქა, სწორი როგორც ყველა ბრძანება. ხო კარგია. გადასარევია. აი ფიქრებ რომ ეს ადამიანს არ დაუწერია. და მაინტერესებს კიდე გეშინია თუ არა რომ შესვაგივრად დიალოგებს და წიგნებს ხელოვნური ინტელექტი დაწერს. იცი რა მე ის მამშვიდებს რომ ხო ცხადია ეს აშიშია ბუნებრივია მაგრამ მე ის მამშვიდებს რომ საბოლოო ჯამში ხელოვნურ ინტელექტმაც შექმნა იუნესკო და კაფკას ასე ვთქვათ. ეს იმიტომ რომ მე დავავალე. ხო შენ დაავალე ასე და ანუ ინსპირაცია მაინც ადამიანურია ანუ აქაც რაღაც ერთ კეთილგანწყობილ მარტორს გასთან გვაქვს საქმე.